სამი ხარჯი, რომელსაც მაქსიმალურად თავი უნდა არიდო, თუ გინდა რაც შეიძლება სწრაფად გამოძვრე სიღარიბიდან. პირველი, რემონტის გაკეთება. მესმის შეიძლება ახალი ბინა შეიძინე და გინდა გაარემონტო იმისთვის, რომ უფრო ძვირად გააქირავო. ასეთ შემთხვევაში კი ბატონო, მაგრამ თუ გინდა რემონტის გაკეთება იმისთვის, რომ შენმა მეზობელმა შეგაქოს, გილოცავ ტყუილად ფულის გაფლანგოს. მეორე, კაზინო და ტოტალიზატორი. ვერ აღწერ რამდენად მეზიზღება გემბლინგი და რამდენად მეზიზღებიან ლუდომანები. ღრმა ბავშვობიდან ვარ მადრიდის რეალის ფანი, მაგრამ არასდროს არ მიქომაგია ჩემი გუნდისთვის ფულის გამო. და არ მაინტერესებს რომ პოკერი ინტელექტუალურ თამაშად ითვლება, მაინც კაზინოში გადის, მაინც აზარტულია და მაინც შეიძლება ყველაფერი დაგაკარგინოს. გაჩვევს სწრაფ მოგებებს, რაც ბიზნესში პირდაპირ მნიშვნელობით დაგანგრევს. და მესამე, ბოლო ტექნიკის ყიდვა, განვადებით ხო განსაკუთრებით კატასტროფა არის. მხოლოდ სტატუსის გამო. 2020 წელს მე შევიძინე iPhone 11, რაც ითვლებოდა ბოლო iPhone-ად. მაგრამ იმ მოტივაციით შევიძინე, რომ შემექმნა ხარისხიანი ვიდეოები. ზუსტად iPhone-ის ყიდვიდან მე შევქმნი ონლაინ ბიზნესი, გავხდი პოპულარული, დავიწყე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა, იმიტომ რომ სწორად გამოვიყენე. უბრალოდ მაინტერესებს. ბოლო iPhone-ს თუ არ იყენებ ბიზნესისთვის, მაშინ რისთვის გჭირდება? რომ ხარისხიანად და სწრაფად სკროლო? ამას ხომ დანგრეული Android-ის გააკეთებს. გამოიწერა ჩემი არხი, აქ მეტი მწარე სიმართლეა.